ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტესტის გასავლელად უკვე მზად არის. როგორც ცოტა ხნის წინ ბიზნეს ფორუმზე პრემიერმა გვითხრა. ჩვენმა კორესპონდენტმა სანდრო ჯუფალაკიანმა მიმდინარე სამუშაოები არაოფიციალურად ატესტა. ქრონიკა მისიც გაარკვია, რომ ბოლო 1 წელიწადში თითქმის იმავე მოცულობის სამუშაო შესრულდა, რაც პროექტის დაწყებიდან 5 წელიწადში. მართალია ქართული მხარეც დასარაკლებს, მაგრამ მაგისტრალის ასამუშავებლად მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ კბარა. ახლა ჯერი თურქეთზეა, რომელიც განრიგს ოდნავ ჩამორჩება. რამდენად აისახება ეს საბოლოო პროექტზე ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. დეკემბერში ამ ლიანდაგებზე მატარებელი გაივლის. სიმბოლური რეისი პროექტის ძირითადი ეტაპის დასრულების ნიშანი იქნება. ქართული მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება კი 1 წელიწადში იგეგმება. თუმცა მარაბდა კარწახის რკინიგზის ხელმძღვანელი აღიარებს, თურქულ მონაკვეთზე ჩამორჩენაა. თუ სამუშაო არ გააქტიურდა, შესაძლოა ხაზის დროულ ამოქმედებას საფრთხე შეექმნას. თურქული მხარე აწარმოებს ინტენსიურ მუშაობას, მაგრამ იმის გამო, რომ არის დარჩენილი დიდი რაოდენობით სამუშაოები, ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს ისინი მზად იქნებიან მხოლოდ მიწის ვაკისისა და ლიანდაგის მშენებლობის დამთავრებისათვის. რაც შეეხება ელექტროფიცირებას, მათივე განცხადებით, ისინი ვერ გპირდებიან, რომ დაამთავრებენ ელექტროფიცირებასაც. ვფიქრობ, რომ თურქული მხარე მიიღებს ზომებს, რომ დაამთავროს ეს სამუშაოები. თურქულ მონაკვეთზე უკვე დასრულებულია გვირაბის გაყვანა. ქართულ მხარეს კი შესრულებულია გეგმის 2/3. აქ სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დარჩენილია 565 მეტრი და სავარაუდოდ უკვე 4 თვეში საქართველო-თურქეთს ახალი სარკინიგზო გვირაბი დაუკავშირდება. გრძელდება ახალქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა. თითქმის მზადაა ვაგზლის შენობა სოფელ კარწახში. მონაკვეთზე ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე სამუშაოს ძირითადი ნაწილი დავასრულეთ. დაგებულია ლიანდაგები. დარჩენილ სამუშაოს უკვე გაზაფხულიდან განვაახლებთ, როდესაც ამინდი ამის საშუალებას მოგცემს. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება სატესტო მატარებლის გაშვება. ასევე დასაზუსტებელია საპატიო სტუმართასია, რომელიც ამ ცერემონიას დაესწრება.